ამ წუთებში ბათუმში მოყვარულებსა და პროფესიონალებს შორის ავტორალიში ფინალური რბოლა მიმდინარეობს. პროფესიონალებს შორის გამარჯვებული სულხან თურმანიძე გახდა, ხოლო მოყვარულთა შორის ჯერჯერობით საუკეთესო გიორგი ბაქანიძეა, რომელმაც ტრასა 1 წუთში დაფარა. გამარჯვებულებს თასები და სიგელები გადაეცემათ. საუკეთესო მრბოლელებით აჭარის ნაკრები დაკომპლექტდება და ისინი ბათუმში აგვისტოში დაგეგმილ საქართველოს ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას. რალი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის და საავტომობილო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. ჩატარება ხელს შეუწყობს ამ სპორტის განვითარებას ჩვენ რეგიონში. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩვენ ეს სპორტი როგორ ვითარდება აჭარაში, შენდება ახალი ტრეკები, ახალი გზები და ჩვენ სპორტის და ახალგაზრდობის დეპარტამენტი მაქსიმალურად გორჩი დაუდგებით ყველა ესეთ კარგ ღონისძიებას და ჩვენ სპორტსმენებს წარმატებებს უსურვებთ და უფრო დიდ არენაზე გამოსულებთ. ძლიერი მეტოქეები მყავს, საკმაოდ დაძაბული იყო პირველი ეტაპი, ნახოთ ახლა რაღაც გაცივების პრობლემა აქვს, მაგრამ მე მგონი გამოვასწორებთ და ისე უფრო და უფრო საინტერესო იქნება შემდეგი ეტაპი.